თუ დღევანდელ მთვარეს შენს ჩემსავით სამსახურში ხვდები, მაშინ შენთვის კარგი ამბავი მაქვს, იმიტომ რომ დღეს გასავლი ისეთ მანიფესტაციას, მოდი მანიფესტაცია დავარქვათ, რომელიც დაგეხმარება არა მხოლოდ სურვილის ასრულებაში, არამედ შენი პრობლემის დამუშავებაში, რაც კი გაწუხებს შენს შინაგან პროცესებში. ამისათვის არ დაგჭირდება არანაირი რიტუალი, შენ შეძლებ შეიქმნა შენთვის სასურველი სივრცე მხოლოდ შენი გონებით. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გჭირდება არის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდი გარემო, სადაც გონება დაძაბული არ იქნება, რამდენიმე წუთი განმარტოვდი და დავთმე სუნთქვას. რამდენჯერმე ღრმად ჩასუნთქვა, მოსუნთქვა გააკეთე რომ მოდუნდე და შემდგომ ასეთი რამ გჭირდება. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს წითელი სავსე მთვარეა, არ შეიძლება მანიფესტაცია უშუალოდ სურვილის მოზიდვაზე, არამედ მანიფესტაცია უნდა განახორციელოს შენი ტრაუმების დამუშავებაზე. ისევე როგორც შენი ცხოვრებიდან არასასურველი მოვლენის მოშორებაზე. შესაბამისად, ყველაზე მეტად რისი დამუშავებაც გჭირდება შენს გონებაში, ყველაზე მეტად რისი დამუშავებაც გჭირდება შენში შიდა პროცესში, იქნება ეს მიჯაჭვულობები, ტოქსიკური დამოკიდებულებები, სტრესი, დეპრესია, ყველაფერი აი ეს გამოწვევი მიზეზები ამოიტანე ზევით გონებაში და სთხოვე დღევანდელ დღეს და დღევანდელ სავსე მთვარეს დაგეხმაროს, დაგაძლევინოს ამ პრობლემის გადალახვაში. ეს უნდა იყოს ძალიან გულით ნასურვები, ეს უნდა იყოს შინაგანად გააზრებული და ისე გაშღერებული საკუთარ თავთან. სთხოვე მთვარეს, დაგეხმაროს, გადაგალახინოს გონებაში ეს საკითხი, ერთგვარი მედიტაცია შეგიძლია გააკეთო ანალიტიკური ამასთან მიმართებაში, გაყევი ერთ კონკრეტულ საკითხს იქამდე სანამ არ დახურავ და გადაუხადე მადლობა. გადაუხადე მადლობა შენს მფარველებს, სამყაროს და დღევანდელ დღეს. უშუალოდ მთვარის, იმიტომ რომ მთვარის ენერგია გეხმარება ამ საკითხის დამუშავებაში შენს მფარველებთან ერთად. როდესაც უკვე დაამუშავებ ამ საკითხს, მარტივი რაღაც უნდა გააკეთო. შენს შინაგან მეს და მთვარეს სთხოვე მოგცეს ის, რაც ყველაზე მეტად გჭირდება ამ ნეგატიური ენერგიის სანაცვლოდ. იქნება ეს